რას იზამ თუ გაიგებთ, რომ ეს ქალბატონი ვიდეოში რეალურ ბავშვებს კი არა, სილიკონის თოჯინებს უვლის და ზრდის. ეს მეგობრებო თურმე ერთ-ერთი მიმდინარეობაა კონტენტის და ამ კონტენტს ქვია doll mom. და ასეთი ქალბატონები, რომლებიც ყოველდღიურად აჭმევენ, აბანავებენ, ვარცხნიან, ასეირნებენ და ყველაფერი იმას აკეთებენ, რასაც ჩვეულებრივ დედა ბავშვებთან აკეთებს, ვიდეოში და ეკრანებზე აკეთებენ იგივეს აი ასეთ სილიკონის თოჯინებთან. არ ვიცი მეგობრებო, მე მეჩვენება თუ ეს უფრო პარანოიას გავს, ვიდრე კონტენტს და ცოტა არაჯანსაღად მიმაჩნია ეს ყველაფერი და არ მგონია აი ასეთი კონტენტის მქონე ადამიანი მთლად ჯანმრთელად იყოს ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად. აი ეს ყველაფერი როცა გავიგე, 1-4-ჯერ 5-ჯერ ვუყურე, გადავახვიე და აი ცოტა არ იყოს არასასიამოვნო შეგრძნებები დამეუფლა, იმიტომ რომ გასაგებია რომ ძროხებს ვაბანავებთ, ვაწესრიგებთ, ლაქს ვუსმევთ, თხებს ვაჭმევთ ჩვენი ხელით, ასევე ვაბანავებთ. ანუ ნებისმიერ ცხოველს, ცოცხალ არსებას ვუვლით ისე როგორც პატარა ბავშვი, მაგრამ სილიკონის თოჯინებს ანუ დაწერეთ კომენტარებში თქვენთვის მისაღებია თუ არა კონტენტი მსგავსი და პარანოიას უფრო გავს თუ კონტენტის მიმართულებას თქვენი აზრით. მაინტერესებს. მე არ ვიცი რა ვთქვა. რაც შემეძლო ყველაფერი ვთქვი.